ბიზნესში და ეკონომიკაში ბოლო კვირები განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა დროებითი კომისიის დონეზე დაწყებულმა მსჯელობამ ფასების გაიაფებაზე ახლა უკვე პარლამენტში გადაინაცვლა. გამართულმა შეხვედრებმა დისტრიბუტორებთან, მათ შორის მწარმოებლებთან, ფარმაკომპანიებთან და საწვავის კომპანიებთან საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამ პროცესების პარალელურად პარლამენტმა შექმნა დროებითი კომისია, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნას შეისწავლის. კომისია ჯამში 14 წევრისგან შედგება, კვოტები კი პარტიულ პრინციპზე გადანაწილდა. 7 წევრი ქართული ოცნებიდან არის, 3 ხალხის ძალიდან, 3 კი ფრაქცია საქართველოსთვის და ასევე 1 ევროპელი სოციალისტებიდან. კომისიას კი უხელმძღვანელებს შოთა ბერეკაშვილი. მუშაობის ვადა არის განსაზღვრული 3 თვემდე აპრილის ბოლომდე და პირველი სხდომა დღეს 5 თებერვალს არის ჩანიშნული. სტუმართან ერთად გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. საქმიან დილას სტუმრობს გიორგი შარაშიძე. პარლამენტარი და მასთან ერთად მოვიკითხავთ გეგმებსაც, მათ შორის ფასების კომისიისა. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მოგესალმებით, მიესალმებით BMG საქმიან აუდიტორიას. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ. გიორგი, დღეს არის 5 თებერვალი, როცა რეალურად სამუშაო რეჟიმში უნდა გადავიდეს კომისია. გუშინ იყო შედარებით შეხვედრის ნაწილი და სადაც შედგა და დაკომპლექტდა ეს კომისია. შესაბამისად, თქვენი მხრიდან საინტერესოა შეფასებითი ნაწილიც და დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი და ის გეგმა, რაც განსაზღვრულია 5 თებერვალისთვის. კეთილი, მოდი პირველ რიგში თავად პრობლემაზე ვისაუბროთ. საერთოდ საიდან მოვიდა ეს თემა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მოგახსენებათ, ეს ინიციატივა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ წინა საახალწლოდ გაახმოვანა და მაშინაც ვამბობდით და მინდა იგივე გავიმეორო. ერთადერთი მიზანი, რაც ამ ინიციატივას ჰქონდა მაშინ, იყო პასუხისმგებლობის გადატანა არა თავრობიდან, ვინც არის უშუალო პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, რაც ხდება, არა მხოლოდ მაღალ ფასებზე, არამედ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, საბიუჯეტო პოლიტიკაზე და ასე შემდეგ და ამ პასუხისმგებლობის მიმართვა ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა უკვე სუპერმარკეტების ქსელი, მოდი ასე ვთქვათ, რაც ამ პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მცირე რგოლი შეიძლება იყოს და სინამდვილეში პრობლემა სულ სხვაგან არის. და პრობლემა პირველ რიგში არის ქართული ოცნების წლების განმავლობაში წარმოებულ არასწორ სოციალურ ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს არის მთავარი. თავად ის ფაქტიც, რომ ასე დიდწილად არის დამოკიდებული ქართული ბაზარი იმპორტირებულ პროდუქციაზე და ჩვენ, როდესაც შევდივართ მარკეტებში, მაღაზიებში, ხედავთ, რომ პროდუქციის ფაქტობრივად 80%-ზე მეტი არის იმპორტირებული, როდესაც წლების განმავლობაში შეეძლო ოცნებას ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომ გარკვეული შეღავათების და დაწესებით, წახალისებით ადგილობრივი წარმოება გაეზარდა და ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩვენ მოგვეხდინა ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება იმპორტირებული პროდუქციის. მაგალითისთვის, ესეც მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. ეს ძალიან დიდი და კომპლექსური საკითხია. ან ეზრუნა მაგალითად ინფლაციის შემცირებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ გააკეთა და წინა საახალწლოდ, როდესაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა გაზრდილი ფასები ჩვენი ოჯახებისთვის და მოქალაქეებისთვის, ზუსტად ამ დროს დაიწყო მორიგი პროპაგანდისტული, პირდაპირ ვთქვათ, პროპაგანდისტული კამპანია. ოღონდ ეს ისე არ გამიგოთ თითქოს ჩვენ ამ ზოგადად ფასების შემცირების რამე პრობლემა მქონდეს ან წინააღმდეგ ვიყოთ, რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ფასები ამ ქვეყანაში არის უსამართლოდ მაღალი და ფასები უნდა შემცირდეს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა პროპაგანდისტულად, არა ერთჯერადად, არა ხელოვნური ჩარევით, არა ბიზნესზე წნეხით, არამედ ეს უნდა მოხდეს პირველ რიგში სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით. ეს არის მთავარი. ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით ჩვენმა გუნდმა, რომ რა თქმა უნდა ვიქნებით ამ კომისიის ნაწილი, რომელიც ახლა თქვენ კითხვით, რომ იქ დავუშვათ 14 წევრისგან შედგება და ნახევარი, როგორც არის ეს კანონმდებლობა, როგორც ითვალისწინებს ზოგადად, ნახევარი ოპოზიციას ეკუთვნის და ნახევარი უმრავლესობას, მაგრამ სინამდვილეში რეალურად ასე არ არის. ეს არის კომისია 3-ის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რეალური ოპოზიცია ამ შემთხვევაში პარლამენტში მოგახსენებათ არის ჩვენი ფრაქცია და ჩვენი გუნდი. თქვენ ახსენეთ ადგილობრივი წარმოება, როგორც ერთ-ერთი მცირე ნაწილი ბრძანეთ, როგორც მანკიერი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში წევს. ამ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი ბევრი წლების განმავლობაში მათ შორის იყო გიორგი კახარიაც, რომელიც მოწინავე პოზიციებზე იყო. დღე პირველიდან ყველა დროს მოწინავე პოზიციებზე არ იყო, მაგრამ სხვადასხვა დროს ეს ყველაფერი წავიდა. ჯამში თქვენი აზრით რა შეიძლება თქვენმა გუნდმა შეიტანოს სასარგებლო ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ ჩვენ როგორც თქვენ მზარდებით საქმე გვაქვს პროპაგანდასთან, ეს დამთავრდება იმითი, რომ შედეგი არ დადგება. პროპაგანდის ბოლო ამ შემთხვევაში ეს არის და ეს მე და თქვენ ვიცით, იმიტომ რომ
ამ თემას კარგად ვიცნობთ, რას ნიშნავს პროპაგანდა და მადლობა ღმერთს, რომ არასდროს არ გავწევთ ამ მიმართულებით არანაირ ჭაპანს. მაგრამ მეორე კომისიამ რაღაცა შედეგი უნდა დადოს აპრილის ბოლოს. ესეც თქმულია და ამ აპრილის ბოლოს მე თქვენს და კიდევ 3.5 მილიონი ადამიანი ელოდება. რა მოლოდინები გაქვთ? მოლოდინები ხა იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რასაც ატარებს ოცნება და მისი გუნდი. მოლოდინები არ გვაქვს. ამიტომ რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ გეთახმებით, ახლა რაღაცა უნდა დადო. բայց რაღაცა რა იქნება? ეს იქნება პროდუქტი, ან რის ხარჯზე იქნება, ხო? ეხლა ეს იქნება მაგალითისთვის პროდუქციის მხოლოდ რაღაც ნაწილზე ფასების შემცირება ისიც დროებით. იმიტომ რომ შეიძლება ამას კონდეს მართლაც ერთჯერადი მოკლევადიანი ეფექტი, ხო? ამიტომ ჩვენი როლი არის რომ ეს არ დავუშვათ. იმიტომ რომ მოკლევადიანი გათვლით ფასებზე ხელოვნური ბიზნესზე ხელოვნური წნეხის შედეგად დაკლებული ფასმა გრძელვადიანად ამას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჩვენს ეკონომიკას და მედახმარებით. ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ. აქ ეს არის მთავარი, ანუ აი ჭიდაობა, ბრძოლა, ეხლა ამაზე უნდა მიდიოდეს და ჩვენი როლი აქ იქნება, რა თქმა უნდა, რომ ეს არ დავუშვათ, არ მივცეთ ამის უფლება ოცნებას და არა იმიტომ რომ ვინმე წინააღმდეგია ფასების შემცირების, რა თქმა უნდა, არამედ იმიტომ რომ არასწორი ჩარევით არ მოხდეს. ხო? ეხლა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, თავად სუპერმარკეტებსაც, აი ამ დიდ კომპანიებს, რომელიც როგორც ვხედავთ, საკმაოდ მაღალი მოგებები აქვთ და კი ბატონო, ბიზნესი ამიტომ არსებობს, რომ მაღალი მოგება ქონდეს, ამის წინააღმდეგიც არავინ არ არის ამ ქვეყანაში. მათ შორის ესმის, როცა ამბობს, რომ თავისუფალ ბიზნესთან რთულია ამ საკითხის მოგვარება. ბოლო ის იყო, ცოტა შედარებით შეცვლილი დამოკიდებულება, რაღაც ბოლო დღეების გზავნილი თქვით ახლა თქვენ. თავიდან თითქოს დიდ ყურადღებას ამას არ აქცევდა, ხო? გუშინ ისიც გაჟღერდა, რომ ძალიან რთული იქნება ფასების კორექციაა. დაწუნებული ვარ მიაქცევ. კი, ზუსტად ესაა, ეს ახსენე. კი ბატონო, და ნუ თავისუფალ ბიზნესთან გვაქვს საქმე, ხო? ასე საქმე გვაქვს. თითქოს აქამდე არ იცოდა თავისუფალ. ისეთ როგორ გამოსავალს რა შეხედათ, ანუ მხოლოდ ბრძოლა მესმის, რომ გარკვეულწილად ოპოზიციამ გააკეთოს მათ შორის თქვენი წინადადებები წარადგინოთ, თუმცა მხოლოდ ბრძოლით რა შედეგებამდე მივალთ. ანუ შეიძლება პირიქით გაიწელოს ეს პროცესი და სულ არ დასრულდეს აპრილის ბოლომდე, ან მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მეტად ელოდება ფასების შემცირებას და მიზანი რაც არის, რა შედეგებამდე გაიყვანს. ანუ რა არის ის გეგმა, რომელმაც არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივაში დაგვანახოს ფასების შემცირება. ვის ელით და თქვენი მხრიდან თუ არის დასმული საკითხი, არა მხოლოდ კომისია შეხვდეს მათ შორის მწარმოებლები იქნებიან, ფარმაკომპანიები თუ ნავთობიმპორტერები, არამედ მოხდეს შეხვედრა, სები იქნება თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი უწყებები. რა თქმა უნდა, ჩვენ საქმე პირველ რიგში გვაქვს მთავრობასთან. პირველ რიგში გვაქვს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან, ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, რომელსაც სხვათა შორის ამ წლების განმავლობაში ეს მთავარი ორგანო უნდა ყოფილიყო, რომელსაც უნდა ეზრუნა იმაზე, რომ მონოპოლია, ასე ვთქვათ, ანტიმონოპოლიური კანონი დაცული ყოფილიყო და როგორც ჩასწორდა აქ არის მთავარი პრობლემები, რომ არ მომხდარიყო ეს ერთგვარი მართლაც კარტელური გარიგებები ამ კომპანიებს შორის და შესაძლებელია ეს არის კიდეც. და რა თქმა უნდა თუ ეს ასია, მაშინ სწორედ მთავრობა იყო ვალდებული, რომ ამ წლების განმავლობაში ეზრუნა იმაზე, რომ ეს არ მომხდარიყო. და მთავარი აქ არის ის, რომ სუსით, ხელოვნური ჩარევით, ბიზნესის დაშინებით ეს პრობლემა არ გვარდება. იმიტომ რომ ერთის ხრივ მოკლევადიანად მივიღოთ გარკვეულ პროდუქციაზე ფასების შემცირება, რაც აუცილებლად გრძელვადიანად ისევ გამოიწვევს ფასების გაზრდას. მაგრამ თუნდაც ამ მოკლევადაში ადამიანი შედიოდეს, არ ვიცი, სახელმწიფო ორგანიზაციაში, არ ვიცი, პირადობის მოწმობის ასაღებად მაგალითად, ან საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად, ან იხდიდეს საპატრულო პოლიციის ჯარიმას, ან თბილისის პარკირების ჯარიმას და ამაში 5 ჯერ გაზრდილი ხშირ შემთხვევაში გადასახადის გადახდა უწევდეს, ახლა თქვენ კარგად იცით, ხო? 10 ლარი ღირდა პარკირების ჯარიმა 50 ლარი ღირს. აბსოლუტურად ყველა კატეგორიის დარღვევაზე. ანუ სახელმწიფო სერვისები თავად არავინ არ აქცევს ყურადღებას. რა თქმა უნდა, ეს საიდან რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. მარტო საკვები პროდუქტები კი არ ძვირდება, არამედ ყველაფერი ძვირდება და თუ ეს ასეა, მაშინ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის პირველ რიგში მთავრობა. და ჩვენ ყოველ დღე შევახსენებთ ამას ოცნებას.
გნებავთ კომისიის ფორმატში, გნებავთ მედიის საშუალებით, გნებავთ პარლამენტში, რომ რა თქმა უნდა თქვენ, ოცნება არის პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც დღეს ხდება საქართველოში. აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე თქვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ როლზე როცა გვეკითხებით. რა თქმა უნდა, სწორი შეკითხვა. ჩვენი ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივები გვაქვს, რომელიც თვლით რომ გაცილებით სწორი და ჯანსაღი მიდგომა იქნება ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი უკვე წარდგენილი მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით, მინიმალური 1000 ლარიანი ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით, ხო დღეს გვაქვს ვითარება, ხა 1000 ლარიც ფაქტობრივად არაფერია, ხო? უკვე ამ გაზრდილებით უმეტეს ფასების და ინფლაციის ფონზე, მაგრამ აი მაგალითად 170,000 ადამიანი გიორგი ჯერ კიდევ არის საქართველოში, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 500 ლარზე ნაკლებს ღებულობს. და ეს ინიციატივა, რომ ასე ვთქვათ, შევიტანეთ პარლამენტში, მაშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გქონდა და ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, რომ ხო ჩვენ ბიზნესში ხوار ჩავერევით, არ იყო ჯერ ფასების თემაც გამოწეული. ბიზნესში ხوار ჩავერევით, ხო თუ შეუძლია ბიზნესს რომ პირველად 500 ლარად ამუშავოს ადამიანი და ექსპლუატაცია გაუწიოს ფაქტობრივად ამ ადამიანს, ახლა 1000 ლარის გადახდა, რატო უნდა დავაძალოთ რა, ესე დაახლოებით ესეთი მიზეზი იყო და დიდი ბოდიში ხელფასი დაძალება კი არა, აგენ თლად შევარდნენ ამ კომპანიებში და პირდაპირ სულსია შესრულება, ხო ერთადერთი კანონმდებლობა როგორც მე. არ იქნება ერთ-ერთი, ჩვენ პარალელურად მუშაობთ პენსიების გაზრდის მიმართულებით, რაც ასევე შესაძლებელია, მუშაობთ სხვათა შორის მინიმალური სოციალური შემწეობის ინდექსაციაზე, რომ ეს ამ გაზრდილი შემწეობა, გაზრდილმა ფასებმა არ შეჭამოს და მოქალაქემ რეალურად იგრძნოს რაღაცა გარკვეული ეკონომიკური შეღავათი, მუშაობთ გადასახადების ნაწილში, გიორგი, რომ რაც ნიშნავს მაგალითად საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირებას. მცირე, საშუალო და მაღალშემოსავლიანი პირებისთვის, როდესაც მაგალითად მცირე შემოსავლის მქონე ადამიანებს 20%-ის ნაცვლად მაგალითად 12-15% შეიძლება კონდეთ გადასახდელი, საშუალო შემოსავლის ადამიანებს დაუტოვოთ 20%, მაგრამ ვისაც მაღალი შემოსავლები აქვს და განსაკუთრებით პარლამენტში ბევრს ხედავთ ასეც, მათ გადაიხადონ თუნდაც 25% და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ცვლილებები იქნება გაცილებით ჯანსაღი, გაცილებით ასე ვთქვათ, გრძელვადიანად, სწორად გათვლილი ეკონომიკური ინიციატივები, რომ ერთის მხრივ მარტო მაღალი ფასებისგან კი არ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არამედ დაბალი შემოსავლებისგანაც დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მაღალი შემოსავალი ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში პირველ რიგში ჯანსაღი ბიზნესიდან მოდის, მაგრამ გვესმის დღეს რა ვითარებაში ვცხოვრობთ და ამიტომ სანამ ჩვენ აი განვითარების მაღალ დონეს მივახცევთ, იქამდე ბუნებრივია სახელმწიფომ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ 1000 ლარზე ნაკლები უბრალოდ არ ქონდეს ადამიანს შემოსავალი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი სწორედ ეს სუპერმარკეტების ქსელი აღმოჩნდა ის კონკრეტ ერთ-ერთი მათ შორის ბიზნესი, რომელიც ყველაზე დაბალ ხელფასზე ამუშავებს ხალხს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებიც ღამეებს ათენებენ და თუ არ ვცდები რაღაც 400 ლარის ფარგლებში აქვს მათ ანაზღაურებათ, როცა ხედავთ, რომ მართლაც ამ ხელა მოგებებზეა საუბარი. გიორგი, დაველოდებით თქვენი გუნდისგან, აი ამ ახალ აუცილებლად და მე შევიკრიბოთ, აუცილებლად შემადგენლობით და დეტალურადაც ვიმსჯელოთ. ერთი ისე თქვენ ერთ-ერთ კოლეგას შვედეთისგან რა უნდა და რატო ეტაკა? ანუ რაღაც კრიმინალზე იყო, ხო? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, არსებობს ესეთი გამოთქმა და ვიცი, ნუ ძალიან ღირავს როგორც ჩანს, შეწუხებულია შვედეთის მდგომარეობით და რაღაცნაირად იქნებ დავეხმაროთ. ახლა ფიქრობთ, ვით დავეხმაროთ.